მოგესალმებით. მე ვარ არქიტექტორი ანკა ჩოჩი და დღეს Citizen-ის შემეცნებითი ვიდეო სერიების ფარგლებში გიამბობთ თანამედროვე შენობების თვალებს, ალუმინის კარფანჯრებსა და ვიტრაჟებს. იცოდით, რომ ალუმინი ოდესღაც ძვირფას ლითონად ითვლებოდა? მაგალითად, ნაპოლეონ მესამე სტუმრებს ალუმინის თეფშებზე უმასპინძლდებოდა. ოქროსა და ვერცხლის თეფშები კი ჩვეულებრივი სტუმრებისთვის ჰქონდა გამოყოფილი. ალბათ არ იცოდით. თანამედროვე ალუმინის კარფანჯარა, რასაც ქვია საინჟირო საოცრება. ერთი შეხედვით წარმოუდგენელია, რამხელა დატვირთვა შეუძლია გაუძლოს ერთმა ალუმინის კონსტრუქციამ, თან იმ პირობებში, რომ ფოლადზე 3-ჯერ უფრო მსუბუქია. ალუმინის პროფილებს ერთი პატარა საიდუმლო იარაღიც აქვთ. ცივი და ცხელი ჰაერის წინააღმდეგ. თუმცა რაღა პატარა მას თერმულ წყვეტას ეძახიან. უფრო გასაგებად რომ აგიხსნათ, ეს არის სპეციალური ტექნოლოგია, სადაც პროფილის გარე და შიდა ნაწილები ერთმანეთისგან გამოყოფილია საიზოლაციო მასალით. ეს სისტემა ეფექტურად აჩერებს სითბოს გადაცემას და უზრუნველყოფს ოთახში სტაბილურ ტემპერატურას ნებისმიერ სეზონზე. თანამედროვე თერმული წყვეტის სისტემები 60%-მდე ამცირებენ ენერგოდანაკარგებს ჩვეულებრივ პროფილებთან შედარებით. არა და 1950-იან წლებში, როცა ალუმინის პროფილების წარმოება დაიწყო, ხალხი სკეპტიკურად უყურებდა ალუმინის პროფილების კარფანჯრებს. მგონი სულ ყველა. ვიტრაჟებზეც ვისაუბროთ. თანამედროვე ვიტრაჟული სისტემები იმდენად გამძლეა, მათგან მთელ ფასადებს აკეთებენ. აქ უკვე აღარ ვლაპარაკობთ ვიტრაჟებზე როგორც მხოლოდ ლამაზ მინაზე. ეს არის მზის, სითბოს და ხმაურის კონტროლის სისტემა ერთად. დღეს უკვე შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, თანამედროვე ალუმინის კარფანჯარა არ არის მხოლოდ ღიობი კედელში. ეს არის რთული საინჟინრო სისტემა, რომელიც თქვენი სახლის კომფორტს, უსაფრთხოებასა და ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს. დღეისათვის გემშვიდობებით.